ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი ქართველი ეთნოსის მთავარი მიზანი უნებრივია, უნდა იყოს და არის კიდეც ვინც ქართველობს, რომ ქართველი გამრავლდეს. აი სოფლები ამაზე სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს. სოფლები იცლება, სკოლები ჩერდება უკვე, დაიწყო ეს პროცესი. თიან რეგიონებში სკოლები უკვე ფუნქციონირებას კარგავს, აზრია ბავშვი აღარ არის. ჩემი რაიონი არის ეგრეთ წოდებული მაგისტრალის ზე გადის ჩემი რაიონი, თერჯოლის რაიონი და ერთ-ერთ სოფელში მასწავლებლები უფრო მეტია ვიდრე ბავშვები სკოლაში. კლასში კი არა, მეგობრებო. სკოლაში რაც ბავშვებია, მასწავლებელია მეტი. ბავშვები სოფლის სკოლებში აღარ არის. და ეს შემთხვევითი არ არის, ეს კარგად მართული პროცესია. ფულის ახლა ნახეთ სოფელი რო გაძლიერდეს. ხო დაიწყო ქართველებმა დენა სოფლისკენ. ხო? შესაბამისად ქართველებში გარკვეული ფინანსები გაჩნდება. შემოსავალი გაიზრდება, პროდუქცია შექმნიან, გაიყიდება. და მე უკვე ადამიანი, რომელსაც საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს, აღარ არის დამოკიდებული. ვთქვათ, ვიღაც მეზობლელ კოორდინატორი, რას ეტყვის, კოორდინატორი პირობითად რო არის, ვთქვათ, ცისანა კოორდინატორი, ცისანა ვისაც ქვია კაცო, პირობითად ვამბობ სახელს. რამე პრობლემა კი არა სახელთან. კოორდინატორებით ხო არის სავსე ქვეყანა, მთელი ქვეყანა. ის რას ეტყვის, რომელიც უნდა მიცეხვა მასი აღარ არის დამოკიდებული. შესაბამისად, ხელისუფლება ამორჩევებს დაკარგავს თუ კი ქართველი კაცი ასე თუ ისე ცოტა შემოსავლის წყარო ექნება. და ბუნებრივია სოფელი არანაირად არ აღორძინდება, იმიტომ რომ სოფლის აღორძინება ქართული ოცნების დასასრულს ნიშნავს. და სოფელი რო აღორძინდეს, ქართული ეთნოსი გამრავლდეს. პროდუქტი რომ მოიწია სოფელში გლეხმა ხო უნდა გაყიდოს ის. ამისთვის აუცილებელია ჩრდილოეთ სახელმწიფოსთან ბაზრის გახსნა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უნდა დაალაგდეს ურთიერთობა ჩრდილოელი მეზობელთან. ნახეთ უკვე ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ყველაფერი ერთმანეთზე დამოკიდებული და ეს მიზანი მარტოლა ხდება. შემთხვევითი კი არა რომ იძახიან, ჯერ საქმე ტერიტორია დაგვიბრუნდა, მერე დაგვილაპარაკონო. იციან ეს ხო აბსურდია ამის ლაპარაკი. და ზუსტად იციან ეგ და იმიტომ ამბობენ რომ როგორმე ლაპარაკი არ შედგეს, როგორმე ურთიერთობა არ დაალაგდეს. რომ ქართველმა არ ამოვისუნთქოს. უცხოელები უფრო იაფი მუშახელია დღეს საქართველოში, ხო? და ჩვენი ბრძოლა აუცილებელია, უნდა გაგრძელდება კიდეც და აი ქართველებს მინდა მოგმართოთ უნდა შეხედოთ, მეგობრებო, უნდა შეხედოთ ამას, რომ ქართული ოცნება ლამაზი სიტყვებით და ფოჩიანი კამფეთებით რო გატყუებთ. ნაცებს ამთავრებს, ახალი სერიალი დაიწყეს ახლა, ნაცების დამთავრების ახალი სერიალი. და ამი რა, ჩემო ძმებო, ჩემო დებო, ჩემო შვილებო, ქართველებო. ნუ თუ ასე რთული დასანახია ეს იმპოკს რო თამაშობს ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ ნაცურ ლიბერალურ ძალებთან ეპიპოკება, რომ მესამე ძალა, ჯანსაღი ძალა არის საჭირო დასაფიქსირებელი და სწორედ ეს მესამე რო არ გამოჩნდეს, შუა უნდა გაიკრიფოს ამას შემთხვევით, იმიტომ რომ იძახიან. ეს ამის დანახვა ხო ძალიან მარტივია, ჩემო ძვირფასებო, ქართველებო. ეს უნდა დავინახოთ და რაც უფრო მეტნი ვიქნებით, საქართველოსთვის მებრძოლნი. შედეგს დავდებთ გარდაუვლად. და რატო დავდებთ? კიდე ერთი მომენტი შედეგს. იმ მასას, რომელსაც იმ ფლანგზე დგას, სინამდვილეში არ აქვთ ბრძოლის მოტივაცია. ბრძოლის მოტივაცია ჩვენ გვაქვს. ამიტომ სულ აი რაოდენობრივი გაზრდა გჭირდება ჩვენ. რაოდენობრივი გაზრდა, რომ მუხტი შეიქმნას და მათ თვალში
დავფიქსირდეთ როგორც სერიოზული ძალა. ძალად დღესაც დაფიქსირებულები ვართ, ეს ფაქტია, მაგრამ სერიოზულ ძალად არ უფიქსირდებით, ჩემი აზრით. და როგორც კი ცოტა მეტნი გავხდებით, უკვე სერიოზულ ძალად დავფიქსირდებით და ეგრევე დაიწყება გადმოდენა. რა თქმა უნდა, ეთქე ჩვენ სამეგობროში და სამეგობროს საუბრობდი და თქვი რომ როგორც კი ძალად შეიქმნებით, ახლა საჯაროდ ვიტყვით. ჩემო მეგობრებო, ბიჭებო, როგორც კი ძალად შეიქმნებით თქვენ კონსერვატორები საქართველოსთვის ნომერი 3. თქვენს ოფისების კარებთან აატალახებენ თუ სადმე კრისები არის, ვირთხები არის, კაზიოლები არის და შაკლები არიან. საქართველოში ყველა მოგესწევია. ეს უნდა იცოდეთ, მეგობრებო, როგორც კი ძალად დაფიქსირდებით. ეს კრისები, შაკლები და კაზიოლები, ახლა ჩემი ძველი ახალგაზრდობის ფრაზები გამოვიყენე და ყველა გამიგებთ, რასაც გულისხმობ. დღეს სამთავრობო იმაში არიან შეტუზულები და ჩვენ აი თქვენთან მოგეტუზებიან მერე. აი სწორედ მან იქნება კიდე ახალი ეტაპი თქვენი გამოცდისა, თქვენი თქვათ ცეცხლში გავლისა სულიერ თვალსაზრისით გასასწრელი ახალი ეტაპი იქნება და სწორედ აი პეტუხები დამჩა კიდე პეტუხები დამავიწყდა კაზიოლებთან და კრისებთან და მასთან პეტუხებიც უნდა ახსნა აუცილებლად. ეგეც ეგრევე მოგეწებებიან. ეგ აუცილებლად უნდა მოხდეს. პირდაპირ ვერ გაყრით, იმიტომ რომ ერთი ხმა ამაზე მეტი წყალწაღებული სისტემა დემოკრატია რო არის, კაცობრიობა ჯერ არ შეუქმნია. იმიტომ რომ მათაც თვითონ ხმა ვინ ჩამოვთვალე, რასაც დავიცა და იმათაც ერთი ხმა სამშობლოსთვის რომ მოუკვდეს მზადროა. ამიტომ იზოლებული ხარ, მათ ანგარიში გაუწიო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მათ რაღაც გავლენის არ უნდა შეგეშალო და ჯერა რომ ეგ არ შეგეშლება, რომ ეგ მაგ სასწავს წინ არ დააყენებთ. თუმცა შეიძლება კარგათაც ლაპარაკობდნენ და მეტყველებდნენ კიდეც. საერთოდ ფსალმოში წერია ენა ჩვენი განვიდილო ვინ ჩვენ და მძლეველა არცო. ამიტომ აი დავამთავრებ მიგზელდება ხოლმე საუბარი რომ ვიწყებ. კაია. გენაცვალეთ. ძალიან მიყვარხართ და მახარებს თქვენი არსებობა, იმიტომ რომ თქვენი არსებობით ჩემი სამშობლოს ხვალინდელ დღეს ხედავ. მადლობა მოსმენისთვის.